აირსა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება. ეს იმ პრობლემათან მცირედ ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. საქართველოს რეგიონებში ენერგეტიკული გამოწვევის გადასაჭრელად კომპანია ESCO-SI კონკრეტულ მიზანს ისახავს და უკვე მესამე იწყებს აბიტურიენტების მიღებას ESCO-SI მწვანე ინჟინერიის ცენტრში. პროგრამის მონაწილეები განახლებადი წყაროების მზე, ქარი, დედამიწის სითბო, მყარი ბიომასა, ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟის პროფესიას დაეუფლებიან. მარტის შუა რიცხვებიდან მწვანე ინჟინერიის ცენტრის თანამედროვე აუდიტორიებში მესამე დაიღებს სტარტს სასწავლო პროგრამა ავტომატურად მართვადი ჰიბრიდული ენერგოსისტემების მონტაჟი და მომსახურება. უფრო დეტალურად პროექტზე სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ სტუდიაში შემოგვიერთდა მწვანე ინჟინერიის ცენტრის დამფუძნებელი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი, ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგოუტილიზატორების მიმართულებით ზაალ ხელაძე და კომპანია ESCO-SI-ის ხელმძღვანელი ლანდშაფტის არქიტექტორი პროფესორი გვანცა ხელაძე. არა, წარდგენა თქვით როგორია, გამარჯობათ. მოგესალმებით და მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. თუ ჩემსავით კიდევ ვერავინ ვერ გაიგო რაზე ვსაუბრობთ დღეს, მაგრამ მე გულწრფელი ვიყო ნაწილობრივ ეს მესმის, იმიტომ რომ სხვათა შორის მე ძალიან პირველად გაჩნდა საერთოდ ეს ცნება რომ გლობალური დათბობა და რაღაცები იცვლება, მე მაშინვე დავიწყე ამაზე ნერვიულობა გულწრფელი რომ ვიყო, იმიტომ რომ მგონია რომ დედამიწას თუ რამე პრობლემა და გამოწვევა ახლოს და სულ ახსენდება ხოლმე მე ის მხატვრული ფილმები რომ აქ ცხოვრება მთავრდება, მე რომ და გავიქცე სხვა პლანეტაზე, ეს სხვა პლანეტაზე არ ჩანს არცენ. სხვათა შორის ხშირად გვესმოდა ადრე ბევრი წლის წინ რომ ეს არის რაღაც შემოგდებული თემები და სიამოვნებაში დედამიწას არანაირი გლობალური დათბობა არ ემუქრება, თუმცა ისედაც თვალსაჩინოა ხო კლიმატის ცვლილება და გამჩნევს წლებთან ერთად რაღაცები იცვლება. შემდეგ დავესწარ ხოჩუს ერთ-ერთ სემინარს გლობალური დათბობასთან დაკავშირებით და ხვდები რომ ძალიან საგანგაშო მდგომარეობა, იმის შემდეგ ჩემშულს ეუბნები რომ დიდხანს წყალში უყვართ ხოლმე და ის გაუფრთხილდეს გარემოს და დაზოგოს ბუნების რესურსი. ხო და აი ამ მიმართულებით სად ვართ დღეს, რატომ მესამე დაკაცი იღებთ, ესე იგი ინტერესიც არის. მოგვიანებით კითხავთ ამაზე. უბრალოდ ეხლა ჯერ რეალობაზე მოვყვეთ, სად ვცხოვრობთ ამ კონკრეტულ პერიოდში. მოდი მოვყვეთ იმაზე, რა მიგვიყვანა იქამდე რომ ჩვენ წამოვიწყეთ ეს საქმიანობა და ვაქციეთ ბიზნესად და ემსახურებით ამ საქმეს, იმიტომ რომ ნამდვილად არსებობს პრობლემა რომ არსებობს ეს ზედაპირზე ჩანს, იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ აი ფანჯრიდან ვიხურებით ეხლა და ამ შენობიდან რომ გაგეხედა 10-15 წლის წინ ამ დროს დაინახავდით თოვლიან მთებს, ზაფხულის პერიოდში მყინვარი უფრო სხვა დონეზე იყო, ამას გლაციოლოგები აღარ ჭირდება, ჩვენც ვამჩნევთ შევიარაღებით, თუმცა იმასაც ვამჩნევთ რომ 26 გრადუსია დღეს ტემპერატურა დამდენი არ უნდა ყოფილიყო, 2 კვირის წინ უზარმაზარი რაოდენობის თოვლი მოვიდა და აი ასეთი დიდი ცვლილებებიც არ უნდა იყოს და ამას ყველაფერს იწვევს ოზონის ფენა, გაზები, რომლებიც ხდება ატმოსფეროში, ამცირებს მის კონცენტრაციას და ხდება სწორედ მის რადიაციის გაზრდა. მოკლედ ეს ასია, არ ჭირდება ამას დიდი, ასე ვთქვათ, რეგალიები, ამას ხდება ბავშვიც, ამას ხდება მოზარდიც, ამას ხდება საშუალო ასაკის ადამიანი და ხდებით ჩვენს, რა თქმა უნდა. რა მიგვიყვანა იქამდე რომ ჩვენ წამოვიწყეთ ეს საქმიანობა, სწორედ ამან მიგვიყვანა რომ შეგვემცირებინა აი ამ გამონაბოლქვი აირების რაოდენობა და ყველაზე მთავარი ისაა რომ ახალი არაფერი არ არის და უცხო არაფერი არ არის, არც ცხოვრების წესი არ არის უცხო. ეს არის ის, როგორც უნდა ვიცხოვროთ, როგორი პასუხისმგებლობითაც უნდა ვიყოთ გარემოსადმი. სხვა არაფერი. სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ ESCO-SI-მა დავიწყეთ ESCO-s ბიზნესი, რომელიც არის ESCO ნიშნავს გადაწყვეტილებების გაყიდვას, პრაქტიკულ განხორციელებასთან ერთად. ანუ ჩვენ ვაძლევთ კონსულტაციებს, აი თქვენ ახლა ხო ვერ გაიგეთ რაღაცა რა, ამ დროს ჩვენ შევეცდებით რომ აგიხსნათ რაშია საქმე, თუ თქვენ ხართ ენერგოვამპირი და იმასთან ერთად რომ ძალიან ბევრ ენერგიას მოიხმართ, ასევე ხართ ძალიან დიდი ემიტორი, იმიტომ რომ ასხივებთ გარემოში ემისიებს, რომლებიც იწვევს შემდგომ ოზონის ფენის
სიკვდილის ცვალებას, ეს კი რადიაციის გაზდას და ასე შემდეგ გლობალურ დათბობას, მაშინ თქვენ მოგცემთ რჩევას, როგორ არ უნდა იყოთ ენერგო ხადია პირველ რიგში ეხება ალბათ ბიზნესს. კი, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესია. და არა მარტო ალბათ ფიზიკურ პირებს, არც, იმიტომ რომ ხო, ფიზიკური პირების ხო რაღაცნაირად კონტრიბუტორები ვართ ნეგატიური თვალსაზრისით ამ პროცესში. თუმცა ეს უკვე ცნობადობის ამაღლების კომპონენტია, ამ მიმართულებითაც ჩვენ მუდმივად ვატარებთ ინფორმაციულ შეხვედრებს, ვორქშოპებს. გარდა ამისა, რაც ძალმა ახსენა უშუალოდ საწარმოები, უფრო მსხვილი მომხმარებლები, თუმცა დამატებით ახლა ჩვენ აღნიშნულ მიმართულებას კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად უშუალოდ საბაკალავრო პროგრამის კომპონენტში გვაქვს დაინტეგრირებული, სადაც არქიტექტორებს ვაცნობთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ემისიების წილი გარდა იმისა, საწარმოებიდან, ტრანსპორტიდან დაახლოებით 40% მოდის შენობებზე. შენობებზე უშუალოდ პასუხისმგებლები არიან არქიტექტორები და შესაბამისად ეს ძალიან რთულია, რომ ინდივიდუალურად ყველას ქუჩაში გამოელაპარაკო და უთხრა, რომ მოდი შენ იყავი რაღაცა კონკრეტული ცხოვრების წესი შეცვალე და მოდი ესე იცხოვრე. ეს რა თქმა უნდა ნდობის კომპონენტი საკმაოდ დაბალი იქნება, თუმცა ვფიქრობთ, რომ აი ეს არქიტექტორები, ვინც არიან გადაწყვეტილების მიღები და ვისაც რეალურად შეუძლიათ, რომ გავიდნენ ინდივიდუალურ თქვათ ფიზიკურ პირებზე, ან უფრო მცირე პროექტებზე, რომელიც ჩვენი დაფარვის არეალს ცდება, ამ შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მათ საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ენიჭება. კარგი, ეხლა უნდა კითხვა დავცნობთ კურსებზე. ან ვინ არიან ადრესატები და გარკვეულწილად გავიგე უკვე ვინც არის ადრესატები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ და პრაქტიკამ რა გაჩვენათ? ანუ თქვენი გათვლით ვინ იყო ადრესატი და ვინ არის და პრაქტიკამ რა გაჩვენათ? ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც მოდიან თქვენთან და რა სწავლობენ მე როგორ არის? კი ბატონო, მოდით ზოგადად მოგახსენებთ მე ფაქტობრივად ჩვენი კურსზე პროფესიული გადამზადების კურსზე დასწრების წინაპირობას ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს, რომ აღნიშნული მიმართულებით რაღაცა საბაზისო ცოდნა უნდა ქონდეს. თუმცა თუ თქვათ ადამიანი არის დაინტერესებული და აქვს სურვილი, რომ ეხლა შეიძლება ამ შემთხვევაშიც რაღაცა სხვა მოდიფიკაციებით აუცილებლად ვეხმარებით, თუმცა ძირითადად არიან ინჟინრები, ან მემონტაჟები, რომლებიც ამ მიმართულებით უკვე სხვა ტიპის სისტემებთან მუშაობენ, აი სისტემებზე ზალი უკეთესად მოგახსენებთ. ეს შეიძლება იყოს სტუდენტი, აბიტურიენტები ნაკლებად და ისინი, ვინც ვთქვათ, პროფესიული გადამზადების ძირითადი კომპონენტი ზოგადად და აი ამ კოლეჯის იდეა ყოველთვის არის ხოლმე ის, რომ არ არის აუცილებელი ყველა არ აბარებს უნივერსიტეტში, ვიღაცას რაღაც გარკვეული მიმართულება იდენტიფიცირებული აქვს, თუმცა ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით, რომ აბარებენ უნივერსიტეტში და რომ ხვდებიან რაღაცა გარკვეული პრაქტიკული უნარჩვევების დანაკლისი გააჩნიათ, მერე მოდიან ჩვენთან. ანუ ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ტარგეტ აუდიტორია არის სტუდენტები მიმდინარე სტატუსით, შეიძლება ქონდეთ მიმდინარე სტატუსი, კურსდამთავრებულები და უშუალოდ ის სპეციალისტები, ვინც მუშაობს სხვადასხვა ტიპის სისტემების მიმართულებით, შეიძლება მუშაობდნენ სამშენებლო სფეროში, შეიძლება ვთქვათ, გარკვეულ ჩვეულებრივ სტანდარტულ სისტემებთან ქონდეთ შეხება და ეხლა უნდათ, რომ მათი ცოდნა უბრალოდ გაიღრმავან ამ მიმართულებით. ბატონო, რაც კურსი რამდენი ხანი გრძელდება და ამის დამთავრების შემდეგ ადამიანი იქიდან რითი გამოდის ეს? აგიხსნით, ეხლა თავარი არის რითი გამოდის და სად მიდის, ხო? მოდი ესე შევხედოთ ამ პრობლემას. ეს კურსი ძირითადად არის იმიტომ ორგანიზებული, რომ შემოვიდა ახალი მიდგომა, რასაც ქვია ჰიბრიდული ენერგოცენტრალები, რაც ნიშნავს განახლებადი ენერგო საშუალებების, ენერგო წყაროების ერთად გამოყენებას, გავზე, ქარი, თბური, ტუმბო, ბიომასა, ამის ყველაფრის ერთად გამოყენებას. ჩვენ ამას ყველაფერს ცალ-ცალკე ვიყენებდით, ამდენხანს ერთად გამოყენება არის ძალიან სპეციფიური, ანუ პრაქტიკულად ყველა აი ამ ჩამონათვალის სპეციალისტი უნდა იყოს. ვინ არიან ამისი ძირითადი მომთხოვნები? ჩვენ დავდექით პრობლემის წინაშე ორივე მიმართულებით, ცისფერსაყელოიანი და თეთრსაყელოიანი.
ცისფერსაყელოენი. აქედან გამომდინარე ჩვენთან არიან მოთხოვნები ცისფერსაყელოენი ადამიანების და თეთრსაყელოიანი დასაქმებულები. ჩვენი მსმენელები, როგორც გვანცამ აღნიშნა, არიან სტუდენტებიც, არიან ის ადამიანებიც, ვისაც თვითონ უწევს აი ამ ჰიბრიდული ენერგოსისტემების ოპერირება ნებისმიერ სექტორში და საჭიროებენ მოვლა-პატრონობის სპეციალისტებს ან ინსტალატორებს. ერთი ეს. არიან კიდევ ადამიანები, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მსმენელები ყავდა იურისტი ყავდა, რომელსაც უნდოდა რომ ადვოკატირება გაეკეთებინა ამ დარგში თავისი ახალი სპეციალობა მოგეხსენებათ ეს და დარგის მიმართულებით და ძალიან ბედნიერი წავიდა ის ადამიანი, შემდგომ ვისაუბრეთ კიდევ მონიტორინგზე და გითხრა რომ დაახლოებით 20%-ით გაზარდა თავისი შემოსავლები. ჟურნალისტი ყავდა, რომელმაც შემდგომ დააფუძნა კონკურსი წვანი ჟურნალისტიკაში და გაუძღვა ამ საქმეს და ეხლაც მიმდინარეობს. ნუ რა თქმა უნდა ინჟინრები, სტუდენტები, რომლებსაც წალსახად უბრალოდ სიჭრელი აქვს ამ კურსს, იმიტომ რომ უჭირდება ყველას. აბსოლუტურად ყველას ჭირდება ნებისმიერ დარგის სპეციალისტი. უწუთამდე გრჩება და მინდა მოვასწროთ როგორ გახდნენ ეს ადამიანები ამ ყველაფრის ნაწილი, როგორ მოგმართონ, სად გიპოვონ, რაზე სჭირდებათ იმისთვის რომ გახდნენ ამ. კი ბატონო, ჩვენ მუდმივად პრინციპში შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ SOS-ის Facebook გვერდის საიტის დახმარებით. ქართულადაც და ლათინურადაც პრინციპში მე მგონი მარტივად ხო საციებელი. შევიტანე ერთ კომენტარს რომ VTM-ის ჯიზე ჩვენ მათ ფორმალური სწავლება, ჩვენ ვართ აკრედიტირებული, ჩვეულებრივ როგორც სასწავლებელი არის აი ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა. ამიტომ VTM-ის ჯიზე ვართ დარეგისტრირებული. შეუძლიათ შევიდნენ VTM-ის ჯიზე და ჩვეულებრივად ჩვენ შესახებ ნახავენ ინფორმაციას გარდა ჩვენი Facebook და დამატებით კიდე ჩვენ ღია კარისწყებსაც ვატარებთ. კი, ღია კარისწყებს ვატარებთ ჩვენ მუდმივად, ამიტომ ნუ წესით თუ ვინმე აი ამ მიმართულებით არის დაინტერესებული. დეტალებზე დაგეშდებიან. აი ხა შეუძლიათ დღეს ყველაზე 17-მდე შევიდნენ, მიღება გამოცხადებული 24-ში სწავლა იწყება და ასე რომ ველით ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. პლანეტის ნამდვილად ასე ჩვენ უნდა დავუშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს. ბედნიერ დღეს გისურვებთ და 7 ზე არის და ჯარიმებსაც გისურვებთ. ამით კარგია განწყობთ ისიც რომ უფლება სისტემის ყველა უკანონო პატიმარს დავსრულებთ ჩვენს მეგობრებს და დაგემშვიდობით ხვალ იმავე დროს იმავე ადგილას იმავე შემადგენლობით. დროებით